მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჯეომუს ციხის აღების პირველ ივენტს. დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს ორი კლანი, მასტერსი და ფაზერსი. ციხე პატარა დაგვიანებით დაიწყო ტექნიკური ხარვეზის გამო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა უკვე შემოვიდა და განაახლეს კლიენტი. ფაილი იყო, რომელიც აკლდა ბოლო განახლებისას კლიენტს. დაიწყო უტევენ მასტერსები და მეც მისწავენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ერთ-ერთი დარეგისტრირებული კლანი არის ადმინის და ჰაიდზე აშკარად ხდება მეც. კარგი, სხვა რამე უნდა მოვიფიქრო, პირობითად შევალ მეორე ადმინით. ერთი წუთით. არა, პრინციპში GM-ს მივცემ ჩემს ჩარს და პრობლემაც აღარ იქნება. მოდი მივცეთ GM-ი update. ეგ არის. გადავხედოთ ახლა რა შვებიან კლანები. ნახოთ მასტერსის Chelson აქ არის ფაზერსის GM-ი. ნახოთ მასტერსის GM-ი სად არის? როგორც ჩანს, საქემზადებიან და პრინციპში თან ჭხუბი თუ ადიან კარებებთან. ტექნიკური ხარვეზის გამო მეგობრებო დაახლოებით დაიკარგა 7-8 წუთი. თუმცა საბედნიეროდ შევძელით მალევე გასწორება და ძირითადი დრო წინა. ეს პრობლემა ყველას ჰქონდა, ვინც ამ კონკრეტულ ციხის სერვერზე იყო, ასე რომ ეს დრო ყველას დაიკარგა. თუმცა მგონია რომ დიდ გავლენას არ მოახდენს ციხის მსვლელობისას. იმიტომ რომ დაამცავი გილდი ამ შემთხვევაში არ ყავს, ორივე გილდი უტევს ციხეს. ნახოთ აქეთ რა ხდება. აქეთ ამ კარებს უტყავენ. ჯერჯერობით ეს კარები შესატანია, ეთყობა იქით განაწილდებიან ფაზერსები. ქვევით ვნახოთ რა ხდება. ეს პრაქტიკულად უკვე გატეხეს. აბას ქვედა კარში ვნახოთ რა ხდება. ქვედა კარს არ უტევენ 96% აქ ისევ სიცოცხლე. ალბათ ფაზერსები არიან ძირითადად ინიციატორები, ვინც ტეხავენ სავარაუდოდ ავლენ და ეცდებიან რომ დაიჭირონ ციხე. ამასობაში ვნახოთ რა შვება მასტერსის GM-ი. აი, ამოვიდნენ, არა, ინიციატივას ორივე მხარე იჩენს აშკარად. აშკარად ორივე მხარე იჩენს და რაღაცა ძალიან ესეთი ჭხუბი მიდის, სულ კილებია. საინტერესო იქნება შემდეგში. სიახლის შემოტანას ვფიქრობ და სავარაუდოდ ციხის მსვლელობის დროს რეიტინგი იქნება კონკრეტული კილებზე და იმ დროზე რა დროც შეეძლებათ პლეიერებს რომ დაიჭირონ სვიჩები. ნახოთ ვაუღებენ ბიჭები ალღოს აუცილებლად დავამატებთ ერთი ტესტ ციხის თამაში. შეიძლება მაგ პრინციპით თუ ორივე მხარე თანახმა იქნება. ეხლა კი ვადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. აქ რა ხდება? სადღაც კარგი ჭხუბი არის. ციხის პირველი კარების გატეხვამდე დარჩა. ძალიან ცოტა, 2%. აქ სიცოცხლე უკვე 1%. 1% მშვენიერი. აქეთ რა ხდება? ძირითადად რა პლეიერები ჭხუბობენ, ხა გადავხედოთ აბა კილებს. პრინციპში ვერ გამოყოფ ესენ. ბალანსი და გამომდინარე, ისი არის დაყენებული ციხის სერვერზე ბალანსი და ზოგადად სერვერზე ბალანსი, რომ ყველა პლეიერს შეეძლოს ყველა პლეიერის მოკლა, ისე რომ რომელიმე მათგანი იყოს ძალიან გატანგული და რთული იყოს მისი მოკლა. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება, ძირითადად სერვერთან შედარებით.
ცოტათი რამდენიმე პროცენტით იმიჯები აქეთ უფრო აწეულია, ზუსტად იგივე მიზეზის გამო რაც წეგან უკვე ვთქვი. მინდა რომ მაქსიმალურად დაალაგებული teamfight-ით მოხდეს უპირატესობის აღება კონკრეტულ ივენტზე, იმიტომ რომ როცა პოზიციას რამდენიმე მოთამაშე კარგად დაიჭერს და უჭერს მოწინააღმდეგეს, ამის ხარჯზე მინდა რომ ხდებოდეს მოგება ან ვიღაცების მოკლა, ამიტომ გადავწყვიტე ესეთ ბალანსი ყოფილიყო. ამ სერვერზე აქ რა ხდება? ფაზერსებს უყურებთ, როგორც ცდილობენ თაუერების და ქანდაკებების დამტრევას. პრინციპში საკმაოდ ნორმალურად აკლდება პროცენტულობა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ესენი გაძლიერებული არის მაქსიმალურ დონეზე. საკმაოდ ნორმალურია იმ კლანს, რომელიც ახლა მოიგებს ციხეს. ამდენად ექნება აზრი პრინციპში არ ვიცი. ამების გაძლიერებას, იმიტომ რომ Guardian ქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სერვერზე, იმიტომ რომ როგორც იცით ან ვინც არ იცით, ციხის მფლობელი კლანს აქვს უპირატესობა და უნიკალური შესაძლებლობა, რომ Guardian-ი გაფარმოს თავად კონკრეტულ მეფში, ასევე შესაძლებლობა აქვს Guardian-ის ხარჯზე მოხარშონ ბოლო თაიერის აიტემები. 30 Guardian-ი არის საჭირო და რამდენიმე place და soul-ი ამ კონკრეტული crafting-ისთვის. თუმცა პრიზიც საკმაოდ ღირებულია. ძირითად შემთხვევებში უფრო ღირებული არის. სწორად, უფრო გაუმართლებთ თუ რომელიმე player-ის უფრო სწორად ჩარის იარაღებს დაკრაფთავენ თავიდანვე. იმიტომ რომ ერთი კვირა ისეთი დროა, რამდენჯერ მოასწრებენ საინტერესოა. სავარაუდოდ Guardian-ის დროფიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ალბათ დღეში თითო აიტემს მოხარშავენ, მაგრამ პლუს შესაძლებლობა აქვთ player-ებს, რომ harmony გადახარშონ Guardian-ად. სერვერზე არის მაგის შესაძლებლობაც. harmony-ს გაფარმა კიდე ძალიან მარტივად შეიძლება კანტურუში. ასე რომ ძირითადად player-ებზე არის დამოკიდებული როგორ ითამაშებენ. ეს კამერა რატო გაგვიტრუხდა ერთი წუთით. всё, გავასწორეთ კამერა, გადავახედოთ ისევ ბიჭებს. იბაგება. Elfis გაყინვის დროს არაკეთებს ტელეპორტს. Soul Master-ი შეიძლება იქ პრობლემა იყოს. აქეთ რა ხდება? აქეთ მაგარი ჩხუბია. გავქრეთ მეგობრებო, ჯობია. ხელი არ შეუშალოთ. ბიჭებს არ დავაბნიოთ. ძალიან დიდი მასა ჩხუბობს სხვათა შორის ხა ეფექტები დაწეული მაქვს კონკრეტულად, რომ ცოტა უფრო დინამიური ჩხუბი იყოს, მაგრამ პრინციპში ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. FPS-ის დროპი არ ამგონია იმდენად დიდი იყოს. მაგრამ პრინციპში კი, არა, მაინც იდროფება. ჯობია ცოტა გაუთიშოთ ეფექტები. ეს ძალიან კარგი ანტილაგის კონტროლერია. ძირითად შემთხვევებში რამდენადაც გავტესტეთ კარგ სხვაობას იძლევა კონკრეტულად ერთ-ერთზე PvP-ის დროს და ნუ აქაც მოგცემს სხვაობას, მაგრამ არა იმდენადიც როგორც ალბათ ერთ-ერთზე. აქ რა ხდება?
აჰა, მე ვსტეხავენ, ნუ რა ვიცი რა პრობლემა აქვს, ვერ გავიგე. რაღაც პრობლემას ასახელებენ ბიჭები თითქოს. კი ლივს ჩავრთე თამაშიო. всё, თავარია გასწორდა. ნუ რაღაც მომენტში აქ ხოლმე მსგავსი პრობლემა მოს როგორც ვიცით. ხან ანიმაციის ამბავია, ხან ახლიდან ჩართვა ჭირდება. თავარია რომ უკვე ეს პრობლემა აღარ აქვს და ამასობაში დარჩა 41 წუთი ციხის დამთავრებამდე. ნახოთ ბიჭები სად არიან. ნახოთ შაკო რა შვება, შაკო ქვემოთ ჩხუბობს. ნუ გათიშა სავარაუდო თამაში. აბა ნახოთ შელცონა რა შვება. ესენი უკვე ამ კარებთან არიან. პრინციპში დაახლოებით სრული ძალებით რომ შეუტიონ ორივე კლანმა წესით დაჭირდებათ უხეშად 20-25 წუთი კარებების დასალეწად. შო, გასწორდა ესეც. ეს პრობლემაც მოგვარდა. ახლიდან ჩართვა ჭირდებოდა. ან როგორც აღმოჩნდა, თუ ინმეს მსგავსი პრობლემები გექნებათ ხოლმე, უბრალოდ კლიენტი გახსენით ხელახლა და წესით უკვე მოგვარდება ეგ ამბავიც. აქეთ რა ხდება? პრინციპში აქ იმენა ძალიან ვარდება FPS-ი. და ესე არ უნდა ვარდებოდეს, მაგრამ ნუ იმდენი სკილი კეთდება ერთდროულად, რომ სხვა ვარიანტი არ არის. სხვა ვარიანტი არ არის. აი აქეთ რა ხდება, ვნახოთ. აქეთ რა ხდება, ამ კარებს დარჩა 16%. ქვედა კარებში რა სიტუაცია, ვნახოთ. ქვედა კარებს არავინ არ ურტყავს. სულ ქვემოთ რა ხდება, შევხედოთ. აი ამოვიდნენ ბიჭები. ამოდიან. არა, აქაც მიდის ჩხუბი. ბლაგოსე ჩხუბებიან, როგორც ჩანს. კაი, ვნახოთ აბა რა ხდება კიდე. ძირითადი ჩხუბი წესით უნდა იყოს. გადავიდეთ. ზემოთ. არა,
შეიტანეს ეს კარებიც კი, როგორც ჩანს. დავაკვირდეთ, აბა რომელი კლანი მოახერხებს პირველი ასვლას და წამების აგროვებას. შევხედოთ, ცოტა რთულია, სავარაუდოდ. ესე თამაში ალბათ ბიჭებსაც უჭირთ. მოდი ვინგები რო დავმალოთ. პრინციპში ესე ბევრად უფრო დაიწია FPS-ის დროპმა, მაგრამ ჯობია ვინგები ჩანდეს. როგორც ჩანს, აქ ფაზერსები არიან უფრო პროაქტიურად. აქ ანონიმუსას ეტრეკი იყო, დავაკვირდეთ. კილებსაც საინტერესოა. ბიჭები ითვლიან ხოლმე, ვინ რამდენი კაცი გაიყოლა, რამდენი მოკლა და ასე შემდეგ. აქეთ რა ხდება? აქეთ ესენი ურტყავენ ზევით, აქ ქვემოთ ჩხუბი მიდის. მე ისევ გავჩდი. ეთყობა მხდება, ან მე ურტყავდა მაგ დროს მე როგორ ჩანს. ჩარიც. რაც თითქოს მასტერები ვერ მობილიზდნენ, აი იკრიბებიან ერთ ადგილას. ნახოთ აქ რა მოხდება. აქეთ უფრო ფაზერსები არიან. საინტერესოა რამდენი კაცი ყავთ. ბიჭებს მოდი ვნახოთ სერვერზე თვითონ რამდენი კაცია. თუ გვაქვს მაგის შესაძლებლობა. მგონი ვერ ნახულობთ. არა, ესეთ უნდა იყოს online users. უნდა დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 33 46 აკაუნტი არის დაკონექტებული ამ ეტაპზე აღნიშნულ სერვერზე. სავარაუდოდ რამდენიმე off-story იქნება ლორენ მარკეტში, დანარჩენი უკვე აქ ჩხუბობენ. ალბათ ორი სრული ფართი არის, ორივე მხარე. შემდეგ საიძეს გადავხედოთ თვითონ პლეიერებს. პრინციპში ვინ არიან დაკონექტებული? მოდი ბარემ ესეც ვნახოთ. აქთან ვუყუროთ ჩხუბს. აი ამოვიდნენ უკვე მასტერები, მოიპოვეს თითქოს უპირატესობა. საინტერესოა რა მოხდება. ტოპ გილდიები. ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს მასტერსი და ფაზერსი. ნუ ერთ კლასში არის ზოგადად 26 კაცი მასტერში, ფაზერში არის 30 კაცი. ნუ აქ შეიძლება ალტჩარები წავდეთ ბიჭებს, მაგრამ დაახლოებით მონახაზი მაინც ეს არის. აქ რა ხდება ვნახოთ. ძალიან ესეთი ჩხუბი მიდის. მასაზე, ახლა მე პირობითად ვერავის ვერ ვაფოკუსებ, რომ დავაკვირდე და ვუყურო, იმიტომ რომ ბევრს უყურებ ერთად და ისე გამოდის, რომ რაც კონკრეტულ ფოკუსს ვერ ვახდენ, იმიტომ რომ ბევრი პლეიერია ძალიან ერთ კონკრეტულ ადგილში, აი ეს კანდაკებაც გატეხეს და დარჩა ბოლო კარები, აბა ვინ ამოვა ახლა აქ პირველი? ვინ ამოვა პირველი? პრინციპში ორივე ჩარი არის. აქ ჩვენ გავიჭედეთ თუ რა მოხდა. სტანი დაგვედო, რატომღაც. Молодец.
ელფი, ესე იგი მაგარს ირტყევინება. ელფი მაგარს ირტყევინება როგორც ჩანს. იდეაში support chari არის და ისე რომ უთის შორიდან დიდ დიმიც ატარებს. მაგაზე რა ვიცი, თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ყველასთვის. ვინც რა ვიცი, დაიგითხა ჩარების აღწერა თვითონ. იმიტომ რომ ყველა ჩას რაც კონკრეტული თავისი უპირატესობა მოკლედ რა. აქვს და მაგის უპირატესობა იყო ეგ რა. კონკრეტულად ელფის დიდი რეინჯი აქვს და იმ ჩარს ვისაც დააფოკუსებს მაქსიმალურად ზღუდავს მოძრაობაზე და პლუს უშლის ხელს, რა ვიცი, ყველაფერს და თან იმის მიუხედავად რომ ცოტა ნელა ურტყავს, ბევრს ურტყავს. ხო, რა ვიცი, აქ გადავხედოთ ახლა რა ხდება, მასტერსები არიან ძირითადად კარებთან, სავარაუდოდ გატეხავენ კიდევაც და შეიტანენ. ქვევით რა ხდება? მოდივა დავაკვირდეთ ელფის თამაშს. აქ პრინციპში უყუროთ ხოლმე, რამდენი ელფი არის საინტერესოა სერვერზე. ეხლა ძირითადად მამიდას ვხედავ. სხვას არავის პრინციპში. და ფაქტიურად არც ჩანს რომ ამიდან ვინმე მოკლა. ნახოთ, შეიძლება რამდენიმე ჩარი ერთად ურტყავდა, არ გამოვრიცხავ მაგ ამბავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, full bawში კი არა. ნახოთ აქ რა ხდება. პრინციპში სამონერების და ელფების სისუსტე შეიმჩნევა. სისუსტე რა უბრალოდ რაოდენობის სიმცირე შეიმჩნევა ჯგუფში, არა და საკმაოდ რა ვიცი, ძლიერი პერსონაჟები არიან teamfight-ში. მე ველოდებოდი რომ უფრო მეტი სამონერი და ელფი იქნებოდა ეხა პირობითად ციხეზე, იმიტომ რომ სამონერს აქვს სლიფის სკილი, ელფს აქვს ის არო სკილი, რითიც შეგიძლია რომ რა ვიცი, პირობითად GM-ი დაიჭირო მეორე კლანის და არ გაამოძრაო საერთოდ და დააფოკუსო მარტივად. აბა ვნახოთ იქით რა ხდება. ბიჭები იკრიბებიან სავარაუდოდ ქვევით და ერთიანად ავლენ. კი ბატონო, ესეც ხდება. ზოგი ალბათ ზევით შეიკრიბება, ზოგი ქვევით. ხო, ის არის აღსანიშნავი, რომ 10 კაციანი ფართებია სერვერზე, რაც უმარტივებთ ბიჭებს. დალაგებას ფართების, ასვლა, ჩამოსვლა, სამონები, მთელი ამბები უფრო მარტივი. არა, ბევრი არიან, პრინციპში გადმოიყვანეს ახლა სავარაუდოდ და სამონი იყო, გადმოვიდნენ. ამასობაში აქ რა ხდება? 53%-ია კარები, სავარაუდოდ ახლა კაი ჩხუბი უნდა წავიდეს, დავაკვირდეთ. რა მოხდება? ანონიმუსას დუბლი, ვაუნდერსას დუბლი, რუმბასა, ისევ ანონიმუსა. ერთი ელფია პრინციპში მარტო სერვერზე და ერთი სამონერი სერვერზე რა ამ კონკრეტულ ფაილში. მეტი ხო არავინ არ არის. არა, კაროლ ჯე. ორი სამონერია და ერთი ელფია მხოლოდ. დავიჯერო ხა ამათ ელფი არ ყავთ? უნდა ყავდეთ უეჭველი. მასტერსის ელფი სად არის ნეტა? მასტერსის ელფი სად არის ნეტა? აშკარად არ ჩანს. არ ჩანს, აქეთ რა ხდება? ხო, აშკარად არ ჩანს მასტერსის ელფი. აქ ისე ფაზერსები არიან ზემოთ. სმები ჩხუბობენ, აქ ვისი ჩხუბებიან, ჩავყვეთ აბა. ვინ არის? დართ ვეიდერა დგას მარტო 3 ჩარის გარშემო. ასე რომ მარტო ვერაფერს ვერ იზავდა.
ხო, როგორც თქვი უკვე ბალანსი ისე დგას აქ, რომ ანუ იმ პრინციპზე არის დაფუძნებული, რომ მარტო კონკრეტულად ისე ვერ გატანკო, რომ რა ვიცი, 2-3 ჩარს დაუდგე და არ მოკვდე რა. ყველა ჩარი კვდება. თავარია 2-3 ჩარმა ერთდროულად დააფოკუსოს და დაუშვან. on პოზიციურად ეხა მაგალითად რასაც ამ შემთხვევაში აი ერთად უნდა ავიდნენ და დაუშვან, აქ ჯერჯერობით ისევ იკრიბებიან, კი ესე ჯობია, შეიკრიბეთ ბიჭებო. აი უშლის ხელს. აი ფრიზი ყავთ ამათ ელფი, ხო? ერთი ელფი ყავთ მარტო? ერთი ელფი თუ ყავთ ძალიან ცუდია. სამონერი ამათაც ყავთ. აი ციკო არის ერთი სამონერი. იქით იყო ნალდუსა და ქეროლ ჯეო, ესე ქვია, თუ სწორად მახსოვს. აქ ვის ურტყავენ? ვინმე არის ესეთი? ანონიმუსა ჩხუბობს. აქ. ფრიზი ელფი მოუკლეს, ელფი რომ მოუკლეს ცუდია, აქეთ რა ხდება? აქეთ აღარ გააქვთ ესენი, დადგნენ. დანარჩენი ისინი სად არიან, ფაზერელები? რაღაცა ცოტა არიან აქ. ცოტა არიან, რა მოხდა? აქეთ არიან სადმე შეკრებილები, არა? მაშინ ვნახოთ, აბა. შიგნით არიან? ესენი უკვე შიგნით შესულან. გადასვეს თუ სამონეთ შევიდნენ თუ როგორ ქნეს? ნუ რაღაცა თემა გაიჩითა, ეხა აქ ამას რამდენი აქვს? 35% დარჩა სიცოცხლე ამასობაში ამასაც. აიტანენ. საინტერესოა როგორ გადავიდნენ. ტელეპორტით გადადის აქეთ? ტელეპორტით გადადის და მასზე გადავიდნენ. და ტელესემებმა გადასვეს მერე. რაკედან თუ გადავა? რაკედან არ გადადის მგონი. რაკედან არ გადადის, იქიდან გადმოდის. ასტრანია. აი, აქ რა შვებიან ესენი, ნახე, ესენი ავიდნენ უკვე. არანაირად შევიდნენ, როგორ მიგვირს. რაღაცა მოხდა სავარაუდოდ. კარები გააღეს და დაკეტეს, თუ რა ქნეს? საინტერესო ესე უნდა ვიკითხო აუცილებლად. იმიტომ რომ პრინციპში უნდა გაეტეხათ ბოლომდე კარები. არა, იქიდან გადმოდის აშკარად ეხა და. აქედან ვერ გადადიხარ იქით. დავიჯერო იმითი სვა, ფარტიში ვინც ყავს? შეიძლება. ლაიფსტოუნი დააგდეს იქით? თუ რა მოხდა ნეტატო? საინტერესოა შიგნით როგორ არიან. რა თუ გადმომაგდო აქეთ?
ო, რა საინტერესოა, მოკვდა აქ ზემოთ გაჩნდა? არ ვიცი. კაი, ნუ ბიჭები შემოვიდნენ, რაღაც ტრანი მოხდა, ხო, გასაგებია, რომ დილგაჩნდა შიგნით და შემოვიდნენ, ესეც გატეხეს. სავარაუდოდ ლოგიკური ახსნა ის არის, ლაივსტოუნი თუ ვარდება ღობის აქეთ, რაც მე ნამდვილად არ ვიცოდი. საინტერესოა, დილებმა ტელეპორტი უნდა გააკეთონ ხა, აუცილებლად. ზევით რა ხდება? ზევით ავიდნენ ბიჭები? ხო, ზემოთ არიან. აქ რა ხდება? აქ ატვიორკა ალბუსა. ერთი სუჩი დაიკავეს, Darth Vader-ი თამაშობს, ბიჭების ნელ-ნელა ამოვიდნენ. ნახოთ, როგორი თამაში წავა. ვინ რასად დაიკავებს, საინტერესოა. ჯერჯერობით როგორც ჩანს, ქვედა სუჩი. აქ ვის უჭირავს? Darth Vader-ს უჭირავს. გაინაწილებენ ბიჭები ალბათ ხარეებს. მე უკვე წავა დროის აგროვების ამბავი, მაგრამ სავარაუდოდ ფაზერსებს იქიდან გამომდინარე, რომ რა ვიცი, Great Lord-ი შიგნით გაჩნდა და ძალიან საინტერესოა რატო. ნუ თუ ლაივსტოუნი გადააგდეს იქ და იქ გაჩნდა სიკვდილის მერე, მე რა ვიცი, ეგეთი რამე არ მინახავს სიმართლე რო გითხრათ. შეიძლება იყოს მაგის თემაც. მერლინ მარტო დგას და 5 კაცი ურტყავს და 6 კაცი და მე დავარდა, აქ იორდედი ყავთ მოქცეული 5 კაც და ფარში დგას ბკ-დან, როგორც ისეთ ბკ-ს ყველაზე დიდი მისატანაშეულია, უნდა მიეხმარონ ესე ბიჭები, თორე აზრი არა აქვს, მარტო რამდენ ხანს გაძლებენ, მაგრამ ფაქტია, პრინციპში დგას, ალბათ სანამ ბაფები ეყოფა, მანამდე იდგება. ნახოთ, საინტერესოა. ნუ აღარც ურტყავენ პრინციპში, აშეშებენ. აქეთ ატვიორკა დგას, აქეთ რა ხდება? აქეთაც ძირითადად ფაზერსები არიან ზევი და საკმაოდ ბევრი არიან, მიუხედავად იმისა, რომ იყო ლაპარაკი, რომ ამ ციხეზე ვერ ახერხებდნენ, ბევრი რა ყოფილიყვნენ. აშკარად ბევრი არიან, კოსტა ფაზერსელია. ხო, აშკარად, აი ეხა უკვე ორივე სვიჩი დაიჭირეს. ნახოთ აბა რა შვებიან. აქეთ რა ხდება? იკრიბებიან ბიჭები და ერთიანი ძალები ჩავდა. ნუ იმის შეშენ საკმაოდ ბევრი არიან. სიმართლე რო ვთქვათ, ნახოთ აბა რა ხდება. უყუროთ ჩხუბს. ისინი ჩამოვიდნენ? კი, აი და მოუკლეს კიდევაც. დაიწყეს სმებმა სირბილი, რაც საკეთებენ ხოლმე, ეს ძალიან ცნობილი ტაქტიკა არის, რომ მაქსიმალურად ქვევითვე გაიცხრილოს, რამდენიმე სმა ჩამოდის მოულოდნელად და ნუ ყავს ბაფერ ჩარევს. პრინციპში აი ყველა ჩარი მაქსტადზე უნდა იყოს, მაგრამ თუ ინვენტორზე არ არის და ტიპი არ არის შესული, ცოტა ძნელია მას თამაში რა. აქ რაც ჩხუბი წავიდა, Darth Vader-ი, მაინო, ჯიბუტი, ასმოდიანი, სარუმანი, დომინო, ჩელსონა, რაც ფაზერსების პლეიერების სახელები უფრო თვალში მხდება ეხა ამ ეტაპზე. დრუმბასი, ალბუსი, კი ბატონო, ალბუსი. სინფულა. კი არა, ბექზებით ბევრი არიან. ძალიან გაუჭირდებათ პოზიციის მოპოვება. ეხა ალბათ მაქსიმალურად უცებ უნდა მოიხოდონ და ამოვიდნენ, რომ
მოიხოდონ და ამოვიდნენ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან გაუჭირდებათ რა. აი მორთი კი ამოვიდა, მაგრამ მარტო ამოვიდა, არა მარტო აშკარად აზრი არა აქვს. აქეთ ალბათ იკრიბებიან. აქეთ ალბათ შეიკრიბებიან ბიჭები. დიდი ალბათობით. ალბათ რაღაც გეგმას აწყობენ, სავარაუდოდ. როგორ უნდა შეუტიონ, რა უნდა ქნან და ასე შემდეგ. და ამასობაში ციხის დამთავრებამდე დარჩა 16 წუთი. აქ ნახოთ რა ხდება. მოდის ზევით შევხედოთ, იმიტომ რომ სანამ ბიჭები მოიხოდებიან და შეიკრიბებიან, ცოტა ქვემოდან ასვლა გადაწყვიტეს სავარაუდოდ, ანუ ლოგიკურად მესმის, იმიტომ რომ იქ უკვე რამდენიმე სემ როცა გამოდის ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია რომ მოახერხო მობილიზაცია ისე რომ ბაფერი ჩარები არ მოგიყვან და ერთიანი ძალებით ახვიდე რა. ერთი რაღაც შევამოწმოთ ამასობაში. აი აქეთ ავხედოთ. აი აქ იკრიბებიან უკვე ფაქტიურად შიდა ციხის შუა ნაწილში. აი ანონაც დაეცა, აი რამდენიმე ფლეიერმა დააფოკუსა, ეგრევე დავარდა რა. ეგრევე დავარდა. კაი, ეხლა რა მაინტერესებს? აი ადიან ამზადებენ შეტევას, ნახოთ, წესით ეხა უკვე ისეთი შეტევაა, რომ ამ შეტევაში ნახოთ რაღაცა უნდა შეძლონ ეხა, იმიტომ რომ რაღაც თუ არ მოიძლიერეს პოზიციები ზევით და სვიჩებიც გახსნეს. ისე არ გამოვა ეუფორია, აი კი, წამოვიდა თითქოს თუ რაღაცა ვერა. აბა აქ რა ხდება? სამონერებმა ერთმანეთს დაუშვეს. აქეთ უკვე თითქოს მასტერსები ჭარბობენ. ნახოთ აბა ჩელესთან რა იქნება? მიყინავს სავარაუდოდ. ელფი არის აქ სადმე? აი მამიდა არის აქ, არის სავარაუდოდ მამიდა ყინავს. ცოცხლეს იმატებს თუ რა შვება? ერთი სკილით მკლავსოდან, ფაქტია რომ არ კვდება, ხო? აი დაუშვან ალდუსამ. ბიჭები გადმოვიდნენ. არა ფაქტია რომ არ კვდება, ხო? საინტერესოა რანაირად მოხდა. ნუ ალბათ ბევრი ხალხი ურწყავდა და ან როგორც იცით, ხა ტრიპლ და დაბლ დიმეიჯები არის. აი ჩელსონას ჰეტრიკი ამასობაში, ზევით. ნუ ისო ფაზერსები არიან. მაინო და ტორფინა დარჩენ მარტო, მაფიოზი მოდის აქედან. ნახოთ აბა რას იზავენ, მაგრამ არა თუ უპირატესობა არ მოიპოვეს, ამასობაში კიდე ტელეპორტი გააკეთეს აქეთ. არა უპირატესობა აუცილებელია რა. მაგრამ უი არ რეგისტრირებენო კაცო, ერთი წამი. ოპა, შეხედე აგროვეს წამები ამასობაში, ეს როგორ გამომრჩა, საღოლ, კაია.
კაია, მე მგონია ცოტანი არიან, თქო და აგერ დაუჭერია თქო და სვიჩი უკვე მშვენიერი, ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის. აქ ნახოთ აბა რა მოხდება. აჰა, ზედა დაკარგეს სავარაუდოდ. კი, ზედა დაიკარგა ფაზერებმა აიღეს ისე. საინტერესოა რამდენი წამი ააგროვეს. ამასობაში დარჩა 11 წუთი. 11 წუთი დარჩა. არ დაკარგონ ახლა აქეთ თავარია ბგები შილდებში. მაგრამ 3 დელ აი მიეხმარება ახლა. აქეთ ელფიც უნდა მიეხმაროს, მაგრამ ალბათ ეს ელფი პროსტა ისე დგას. აი აქაც ცდილობენ. ჯერ მგონია რომ ერთი უნდა დაიჭირონ. არა, აი რასაკაიფო დგას, ნახეთ, ჯაი მიორდედა, იმენა ამდენ 5-6 კაცი უტყავს მგონი? 6 კაცი უტყავს და ფარში მაინც დგას. და თან სვიჩიც უჭირავს, ვა, რა საინტერესო ვინ არის იორდედაზე შესული. ყოჩა, 1 2 3 4 5 კაცი უტყავს შილდში და შილდიდან არ ამოდის. ალბათ უნდა გაწიონ უკვე ამ დროს რა, ბკრო შილდში დგას. ცოტა ისეთი მომენტია რა. თან ბაფებში. დართულია ბკს მაგ სიტუაციაში მოკლა აქეთ ვინ არის? აქეთ ატვიორკა არის, აქეთ მეორე ბკ. კი, ნუ სტანდარტულად ბკების სვიჩებზე ძალიან საჭირო ამბავია. 9 წუთი დარჩა მეგობრებო ციხის დასრულებამდე. საინტერესოა ვის რამდენი დრო აქვს მოგროვებული. სავარაუდოდ ფაზერსებს იქიდან გამომდინარე რომ რაღაცნაირად გრეით ლორდი აღმოჩნდა შიგნით სანამ ციხე გატეხეს. მანამდე ააგროვეს წამები. სავარაუდოდ ექნებათ ალბათ ერთი ბიჭერა დარჩენილი. მასტერსებს ალბათ ექნებათ სადღაც 30 წამი, მეც მოასწრებდნენ, მე ცოტა გვიან შევხედე ხა იქით. სხვა რაღაცებს ვაკვირდებოდი აქ და სავარაუდოდ მასტერსებს დაახლოებით 30 წამი უნდა ქონდეთ. აქ ისე ვიორდედი დგას. ვერ გაამოძრავეს. აი მე მგონია რომ აი აქ უნდა გამაგდნენ მაქსიმალურად ახლა მასტერსები რომ აქედან დაიწყონ უკვე ყველა შეტევა თავის ტელეპორტებით და მთელი ამბებით. აქედან რა ხდება? აქეთაც თითქოს უფრო მომრავლდნენ. ვა, რა საინტერესოა, აქეთაც მომრავლდნენ. აი ამ დროს უკვე უნდა გაწიონ ყველა პონჩი. თუ არ მოკვდა. გაწიონ და დააკარგინონ switch, მაგრამ არც ერთი არ წევს. რატო არ უტყავენ skills? საინტერესოა. ხო, ვერ ხვდები ახლა სიმართლე ვგითხრათ, მაგრამ ფარში აი დაეცა, დაეცა, აიღეს. არა, აქ ბკ-მ უნდა დაიჭიროს უეჭველი. ბკ-მ უნდა დაიჭიროს უეჭველი. თორე ესეთი მომენტია რა, იმერლინია. ვა, იქ ვინ აიღო? მოკვდა თუ არა, ტორფინამ აიღო. კი, გახსნეს ისევ. აქ უნდა მიეხმაროს ტორფინას ვიღაცა, თუ უნდათ რომ ააგროვონ, მაგრამ შილში წესით თითო ჩარს. ყოველთვის გაუძლებს ბკ, მით უმეტეს ბაფებში. აქ მაგარი ჩხუბი ატყდა ეხა. რა ხდება ანონიმუსა დარბის, სადღაც თუ აღარ დარბის არა მოკვდა, ეუფორია მოკლა. აქეთ ამოვიდნენ ფაზერსები და დაიჭირეს სვიჩი, ეხა მეორე სვიჩზე წამოვლენ და აქ უნდა მიეხმარონ ბიჭები. თუ უნდათ რომ ეს პოზიცია არ დაიკარგოს. აქეთ იორდედას უყუროთ, ეხა საინტერესოა რა სიზავს. უნდა მიეხმარონ ბიჭები რაღაცნაირად არ ეხმარებიან და დაკარგავენ ამ სვიჩსაც. დიდი ალბათობით. მაგრამ ძალიან კარგად დგას, ყოჩა, ძალიან საინტერესო თამაშია. მაგრამ სად არიან დანარჩენები? ზედა სვიჩთან არიან? ზედა სვიჩთან ყოფილან. ტიპი აქეთ მარტო დგას. ჩხუბება რამდენ გვირჩევი, საღო. იმენა MVP-ა ჩვეულებრივი. იმენა არ მარკვდება ტიპი, ვა. ვაუ, ნახოთ რა აცვია, ანუ full inventory აქვს.
ფაზერსებმა დაარეგისტრირეს რანაირად? იმათმა იფიქრეს დრო არ დავკარგოთო? გავიგე, კი, ჯობდა 6 წუთზე ავიღოთ, ვიდრე ამათმა აიღეთო. აიღონო, ხო, გასაგებია, ეს უკვე ისეთი ხოდი იყო, ხა აშკარად ჯობნიდნენ, მაგრამ ღია იყო ის, რა საინტერესოა. პრინციპში იორდედის ყურებაში ეგ მომენტი გამოგრჩა, აქ საშვება, უკარებში ჩაუდგნენ, ნახოთ აბა თუ შევლენ. ხო, ნუ მოსალოდნელიც იყო რომ ესეთი რაღაცა მოხდებოდა. მაგრამ ვერ დაასწრეს იმათმა რა. საინტერესოა, რამდენია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 17 კაცი არის, აქ რაც დავთვალე, ხა უცებ. იქით რამდენი არიან? რამდენი არიან? 4 6, არა ბევრი არ არიან ერთად. ვა, ამასობაში 5 წუთი რჩება, დრო ფაზერსების მხარეს არის. ნახოთ რას იზავენ, აი ვიღაცები გამოიყვნენ და გამოიყოფიან კიდევაც დიდი ალბათობით. იმიტომ რომ აი აქ წავა ეხა მთავარი შეტაკება ალბათ რომელიც გადაწყვეტს ციხისბედს. გახსნილია, ვერ შედიან? შედიან, რატო არ შემოდიან? დელ გამოიქცეს და არა ჩაკეტეს ეხა. არა, მაინც გამოვდივარ. მე ჩვეულებრივად გავდივარ, რატო არ ცდილობენ შესვლას? დელ უნდა შევიდეს. უეჭველი შიგნით. როგორ არ შედიან? ამ ადგილს ვერ ხედავენ, ეხა დავიჯერო. ოპა, აქ თითქოს ცოტა შეთხელდნენ ფაზერსები, თითქოს. რა ხდება, ნახოთ, არა, აქ თითქოს მაინც დგანან. ამასობაში დარჩა 4 წუთი. ისე პრინციპში ბევრს გემახსოვრებათ 2 წუთზე აღებული ციხე და დაკარგული. 4 წუთი იმასთან შედარებით ორჯერ მეტი დროა და ჯერჯერობით მაინც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ჩემი აზრით ციხისბედი. თავარია ერთი შესვლა მოახერხონ და მე უკვე იქითაც ისეთი დაბნეულობა წავა, რომ მაგრამ საერთოდ ისინი ზევითაც იცავენ. აი შევიდნენ თითქოს. უნდა შევიდნენ, ან გაწიონ ცხენის ქილით, ან რავი, რაღაცას როგორ ვერ ახერხებენ. ვერ მიდიან იქამდე, მაგრამ იქიდან ბევრი ურტყავს ერთდროულად, ეს ძნელია რა. აი ბკები უნდა ჩაუდგნენ წინ, მაგრამ იქიდან რამდენმა უნდა დაარტყას, ეხა ეგეც რთულია რა. ესეც რთულია. ვნახოთ ერთი შეტევისთვის კიდე აქვს დრო. კიდე აქვს თქო დრო. ნახოთ. წეღა რა ჩემი აზრით შევიდოდნენ, просто რატო არ შევიდნენ, ვერ დავამოღამე ვერაფრით რა. რატო არ შევიდნენ? ეს 2 ხვლით არის MG? ფარი არ უნდა და? ერთი შეტევა უნდა გააკეთონ, ეხა უეჭველი უნდა გააკეთონ ერთი ისეთი მასიური შეტანა და შესვლა რა. ეხა პოზიციები ისე უჭირავთ იმათ, რომ რთული იქნება იმ პოზიციების ის პოზიციები რომ შეაცვლებინო ძალიან რთული იქნება ჩემი აზრით და ამიტომ მაქსიმალურად ანუ ცხენით გაწევაზე და შესვლაზე უნდა იფიქრონ. თითქოს ესე მგონია რომ უკეთესია ერთი ჩარტყმა უნდა აქ და მე უკვე ისე გამოვა რა. მაგრამ თითქოს ვერც ახერხებენ შეტევას, აი აქ ფაქტიურად ისე გამოდის რომ რა ვიცი. ფაქტია რომ აი ვერ არა თითქოს რაღაცა აი 6 კაცი არის, 8 კაცი, 2, 4, 6, 7 კაცი არის. 8. აქ უკვე ჩამდგრები არიან, სავარაუდოდ ზევითაც იქნებიან ალბათ. არ ვიცი. ეხა ვერ ავდივარ. ვერ შევდივარ, ეხა ჩაკეტილი აქვს, აქ რა ხდება? ანონიმუსა, ბლაგო, ანონიმუსა, სიმფულა, ბლაგო, სიმფულა, ჩელსონ, არა, კლავენ. და 2 წუთი
ნახოთ თუ ეყოფათ დრო, მაგრამ ძალიან კარგად განან ბიჭები, სავარაუდოდ არც ეყოფათ, ჩვენც გავისტანეთ რატომღაც. ეგეთ რა ხდება შევხედოთ. ტორფინა. სად არიან ბიჭები? აღარ უტევენ? რატო აღარ უტევენ? დაანებდნენ 2 წუთზე, აი, დაჟე 3 წუთი იყო დარჩენილი. არ შეიძლება მაგას დანებება რა. არ შეიძლება მაგდროს დანებება. ხო, ნუ ეს ციხის მერე ყოველთვის ახლავს თან იმ მომენტში რომ, ნუ პრინციპში ეხა მესმის, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა მოხდა, ეხა ვერ ხსნით ფაქტიურად რატომ მოხდა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მოხდა რა. შიგნით რანაირად გაჩნდა ისე, ლაივსტოუნიც ჩდება, არამოდ ვიღა შეიტანს ეხა ისეთგან. აქ ვიცოდეს ყველა გვდება. შვენიერი. ნუ რაღაც ხარვეზები ვაშკარად იყო. ესეც ციხე დაირეგისტრირა ფაზერსმა. მიულოცოთ ბიჭებს, მოიგეს. მიუხედავად ყველაფრისა, ნუ ფაქტიურად იმ ერთმა მომენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, გინდა არ გინდა, გინდა ესე შეხედე, გინდა ასე შეხედე. დიდი როლი ითამაშა მოკლედ რა. საინტერესო არანაირად მოხდა, მაგას აუცილებლად დავაზუსტებთ. წესით და რიგით ეგ ესე არ უნდა მოხდარიყო, ყველანაირად ბოლოში ჩდები აქ და რა ვიცი, ლაივსტოუნი თუ იქით გადააგდეს. ეგეთი რამე არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იქნებოდა. მიულოცოთ ბიჭებს. გადავიდეთ ზემოთ.